მოგესალმებით. კარგი ნახვა. პირველ ვიდეოს ქონდა სასწაული გამოხმაურება, არ ველოდი რა, ვერ წარმოვიდგენდი ამას, ამიტომაც გადაწყვეტე მალევე ჩამეწერა მეორე ვიდეო, ამიტომაც. ესეც ამ მითხოვს რას რა. არა უშავს. მაინც ვლაპლაპებ რა. ასე იყოს. არაფერი უჭირს. მოკლედ გადავწყვეტე ჩამეწერა მეორე ვიდეო. და შემოგთავაზებთ კიდევ ერთ პარტიას, რომელიც აი ეს უკვე არის Lichess-ის დაფა. Lichess-იც არის ასევე საჭადრაკო პლატფორმა, ონლაინ ჭადრაკის თამაში, სადაც შეგიძლიათ. Chess.com-ის მსგავსია რა. ბოლო პერიოდში Chess.com-ს უფრო ვიყენებ. ადრე Lichess-ს უფრო ვიყენებდი. აქ ხვდებოდი არ ვიცი სადა რომელი დრაგის, იმიტომ რომ არ აქვს მითითებული სნაიპერი აწერია. ნუ სროლელია ალბათ. და შეიძლება იყოს რომელიმე არ გვინდა მოდი იმის ვარავთ რომელი ქვეყანა შეიძლება იყოს. ქონდა დაახლოებით ერთნაირი რეიტინგი, ეს არის Blitz-ის 3+0-ის ფორმატი, 3 წუთს +0 წამისვლაზე. 2276 ქონდა იმას იმ დროისთვის Blitz-ში და მე მქონდა 2254 ვარ თეთრი ფიგურებით. მივედი E4-ს, მოვიდა C6, ეს არის კაროკანი. D4, D5 ხედარც S3-ს მივედი. მოკალე Q5-ს მოვიდა, მივედი მხედარი G3-ს, გაწია Q6, მოვედი მხედარი F3-ს, მხედარი D7, H4. ნუ ეს ვარიანტი არის, აქ მოვედი Q3-ს, მინდოდა ამ Q-ს გაცვლა. მე მგონი Spassky-ის ვარიანტი ქვია ამას, აქ ასე წერს. კლასიკური ვარიანტის Spassky-ის ვარიანტი. Q3-ზე მოკალე. მოვიდა E6. ჯერჯერობით ჩვეულებრივი სულები არაფერი განსაკუთრებული. აქ მოვიდი Q4-ს, რაც ჩვეულებრივი ნორმალური სულა, თუმცა ყველაზე პოპულარული არ არის. ყველაზე პოპულარული სულა არის Q2. თუმცა Q4-იც იქვე არის პოპულარობით და ნათამაშები პარტიების რაოდენობით. Q4 მოვიდა მხედარი F6, რაც მეორე სულა არის ასევე. გავაკეთე გრძელი როქი აქ. მოვიდა ლაზერი A5-ს. სხვა შორის ახლა მიშენს, რომ ჯობავა ბაადურს აქ ნათამაშები შავი ფიგურებით. მე ჯობავა ბაადურთან მაგიდი ჩოგურთი მაგ ნათამაშები ერთი სეტი წავაგე 11-9 ან 12-10 მერე ეგ ეგრეთ წოდებულ ბოლშემეში, არ ვიცი. არ მახსოვს ზუსტად. ჭადრაკი არ მაქვს ნათამაშები, მაგრამ ტენისი მაქვს ნათამაშები. და კალათბურთიც მექნებოდა ნათამაშები, მაგრამ მაშინ ასაკით პატარა ვიყავი და არ ვათამაშებდი. თუმცა დიდი ბოდიში მათთან და მაინც ყველაზე უკეთ თამაშობდი მე, მაგრამ რადგან ბავშვი ვიყავი, არ ვათამაშებდი. კალათბურთზე ვსაუბრობ რა თქმა უნდა. ხას გავუსვა. მოვედი მეფე-ბერს, ჩვეულებრივ სულ გრძელი ლოქის დროს მეფე-ბ ერთი ხშირად თამაშდება. მოვიდი ეტლ-დ-როს, მოვიდი ეტლ-H1-ს. კონკრეტული იდეით და აქ ითამაშა ხედარი D5, რაც არის ბლანდერი. უდიდესი შეცდომა საშინელი სულა. ხედავთ რომ ძალიან მცირე არის აქ თეთრს უპირატესობა, ფაქტიურად არც აქვს უპირატესობა თეთრს. და კომპიუტერის შეფასებაში წერს 0.2 პლუს 0.2 და ამ სულის მერე ხდება პლუს 4.4. ნუ აქ უკვე აქედან იწყება ის სულები, რომლის გამოც მე გადავწყვიტე, რომ ამ ვიდეოში ეს პარტია მომეხვედრებინა. ეტლ-6 მოვყალი, ეტლ შევწირე. მეფე არის ცენტრში, ჩემი მეფე დაცულია. ფიგურები გამოყვანილი მყავს. მართალი Q-ზე მემუქრება, მაგრამ მისი მეფე ცენტრშია და უნდა გამოვიყენო დროულად, ამიტომაც როგორც კი ეტლ-H1-ს მოვედი, მაშინ უკვე ფიქრობდი, რომ აქ უნდა შემეწირა და ხედარი D5-ს რომ მოვიდა, ბევრი აღარც მიფიქრია, თან სამწუთიანი პარტია იყო. შეგახსენებთ და მოყალე ეგრევე ეტლ-6. ნუ ამან მოკლა რაც არის კიდე უარესი სულა, იმიტომ რომ ამას ეგრევე შამათი მოყვება. ნუ ლაზერი G6 მივედი, რაც იყო მთავარი მიზანი. აქ ორ სულაში შამათე მეფე ამოდის E7-ზე. ახლა რამდენიმე ქიში მაქვს, ნუ ლაზიერით ქიშია, არც განიხილება, იმიტომ რომ ყველგან გვდება D6-იც.
არ გამოიყურება კარგად და მაქვს ხედარი F5, მხედრის შეწირვა. რომელსაც მე ვერ უხერხებს, უნდა მოკლა სხვა გზა აღარ აქვს, მოკლა კიდეც და ძალიან მარტივად Q6 შამათი ჩავსვი და ეს მოხდა სადღაც როგორც ხედავთ 2 წუთი მქონდა დარჩენილი რა, ბევრი არც დამიხარჯავს ყველაფერზე. აქ იტლი 6-ის მოკვლაზე დავხარჯე სადღაც 20 წამი რა. ნუ აქ Q7-ის თამაში შეეძლო. მაგრამ მაინც ძალიან რთულად არის სიტუაცია. აქ ახლა არ დავიწყებ მე პროფესორობას და თავის მოჩვენებას რომ ყველაფერი გათვლილი მქონდა. აქ მე ვფიქრობდი ეტლი 7-ის მოკლას. თუ მოვა ალბათ ეტლი 7-ის მოკლა თქო რა, ამას ვფიქრობდი. აქაც მოგებულთან ახლოს არის, თუმცა ნუ უკეთესი სულები მქონდა, მხედარი F5, ან Q2, ნუ მაგალითად ბევრი მაგალითად იყო და ეს პოზიცია იყო წაგებული შავის. ხედარი D5-მდე ჩოლოვი პოზიცია, ხედარი D5-ს მიერ წაგებული ხდება და ეს ეგრევე გამოვიყენე და მოვიგე საკმაოდ ლამაზად, ნუ ინდონეზია ხარ ამ დონეზეც თუნდაც მე ვარ არ არის რთული მოგება, მაგრამ მაინც ლამაზი სანახავია. ეს ვიდეო როგორც ჩანს შედარებით მოკლე გამოდის, თუმცა შემდეგი ვიდეო მალევე დაიდება, თუ იგივენაირი გამოხმაურება მოხდება ამ ვიდეოსაც. როგორც მოხდა პირველ ვიდეოს, რასაც მე ვერ წარმოვიდგენდი, ამდენი ნახვა და ამდენი თბილი კომენტარი თუ იქნებოდა ვიდეოზე, ჩემთვის იყო წარმოუდგენელი და ნახოთ რა იქნება აქ. აქ ცოტა სხვანაირ შევასება აქ Lichess-ის engines კომპიუტერს. მაგრამ მიწევს 99% სიზუსტით ვითამაშე, რა ნუ რაც ფაქტობრივად მაქსიმალური სიზუსტი არა ახლა 100% ფაქტობრივად არ წერს ხოლმე რა ფაქტობრივად. ეს იყო სულ მეორე ვიდეოსთვის, კიდევ უფრო საინტერესო პარტიები დავუნდები, მაქვს რაღაცები მონიშნული და შემოგთავაზებთ მათ განხილვებსაც. მე წაგებულებსაც გაჩვენებთ და ისეთ პარტიებს, სადაც ძალიან ბევრი შეცდომაა და უფრო სიღრმისეულად და დეტალურადაც განვიხილავ. ცხადია კომპიუტერის დახმარებითაც და ნუ კომპიუტერისთან ერთად როცა განიხილავ, მე რაღაც დონეზე მაინც თუ გესმის ჭადრაკი შენთვისაც უფრო მარტივდება, რომ უფრო სიღრმისეული ანალიზი შეძლო. ასე რომ ნახვამდისა მომავალ შეხვედრამდე.